საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით ბავშვებო. დღეს ჩვენ ვიწყებთ ნაცვალსახელის შესწავლას. ძველ ქართულში გვაქვს ნაცვალსახელთა შემდეგი ჯგუფები: პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, კითხვითი, კითხვით კუთვნილებითი, მიმართებითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, უარყოფითი და ურთიერთობითი. დღეს შევისწავლით პირველ ხუთს. დავიწყოთ პირის ნაცვალსახელებიდან. პირის ნაცვალსახელებია: მე, შენ, ჩვენ, თქვენ, ესე, ეგე, იგი, ესენი, ეგენი, იგინი, თავი. თავი ფორმა გამოიყენება უკუქცევითი ნაცვალსახელის ფუნქციით. მაგალითად, უჩვენე თავი შენი ღვთელთა. რაც შეეხება პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელებს, ისინი უბრუნველნი არიან. მხოლოდ დაიმახსოვრეთ, პირველი პირის ნაცვალსახელს მეს შეენაცვლება ჩემ ფორმა. მაგალითად, ნუსტირთ ჩემ ზედა. ამ შემთხვევაში ჩემ პირის ნაცვალსახელის ფუნქციით გვევლინება. თავისებურებას წარმოგვიდგენენ მესამე პირის ნაცვალსახელები ბრუნებისას: ესე, ეგე, იგი. იმიტომ რომ მათ არ აქვთ წრფელობითი ბრუნვა, არც წოდებითი, ხოლო მოთხრობითი და მოყოლებული ისინი იცვლიან ფუძეს. ვაბრუნოთ სახელობითი ესე, მოთხრობითი ამან, მიცემითი ამას, ნათესაობითი ამის, მიმართულებითი ამისა, მოქმედებითი ამით, ვითარებითი ამად. მრავლობითში გვექნება ესენი სახელობითში, ხოლო შემდეგ ამად. წოდებითი არ იქნება. ამად ფორმა საზიაროა, იცით თქვენ უკვე მოთხრობითი ბრუნვიდან მოყოლებული დანარჩენ ბრუნვებთან. ანალოგიური ვითარება ეგე და იგი ნაცვალსახელების ბრუნებისას. აქ უკვე მრავლობითის ფორმებია წარმოდგენილი. ახლა ნახეთ ჩვენებითი ნაცვალსახელები. არ გაგიკვირდეთ, ესე, ეგე და იგი ნაცვალსახელები შეიძლება იყოს ჩვენებითიც. ახლა როგორ უნდა გავარჩიოთ, როდის არის ეს სამი ფორმა ჩვენებითი და როდის პირის? თუ ესე, ეგე, იგი ნაცვალსახელები ახლავს ზმნას, მაშინ ისინი პირის ნაცვალსახელები იქნებიან. მაგალითად, მოვიდა ესე, მოვიდა ეგე, მოვიდა იგი. ანუ მოვიდა ეს, ეგ და ის. პირის ნაცვალსახელებია, ბუნებრივია. ახლა შეადარეთ, მოვიდა კაცი ესე, მოვიდა კაცი ეგე, მოვიდა კაცი იგი. ამ შემთხვევაში ესე, ეგე, იგი ფორმები ჩვენებითი ნაცვალსახელებია. მაშასადამე მოვიდა იგი, პირის ნაცვალსახელია იგი, მოვიდა კაცი იგი, იგი არის ჩვენებითი ნაცვალსახელი. ჩვენებითი ნაცვალსახელებია აგრეთვე ესრეითი, ეგრეითი, ესეოდენი, ეგეოდენი, ესევითარი, ეგევითარი, ესემლევანი, ეგემლევანი. თავისებურებას წარმოგვიდგნენ ამ შემთხვევაშიც ესე, ეგე, იგი ნაცვალსახელები და ჩვენ ახლა ვნახოთ, როგორ იბრუნვიან ისინი არსებითთან ერთად, მაშასადამე, როდესაც ნაცვალსახელი, ჩვენებითი ნაცვალსახელი წარმოდგენილია საზღვრელის ფუნქციით. სახელობითი ძმაი ესე. მოთხრობითი ძმამან ამან.
მიცემითი ძმასა ამას. ნათესაობითი ძმისა ამის. მიმართულებითი ძმისა ამისა. მოქმედებითი ძმითა ამით. ვითარებითი ძმად ამად. მრავლობითში გვექნება სახელობითში ძმანი ესე, მრავლობითში არ გადავა ნაცვალსახელი, ანუ მხოლოდ ძმაი ფორმა იქნება მრავლობით რიცხვში ძმანი ესე, ხოლო მოთხრობითიდან მოყოლებული ნაცვალსახელიც გადადის მრავლობით რიცხვში ძმათა ამად. მინდა გაგახსენოთ ნაწევრიან სახელთა ბრუნება, როცა ჩვენ ნაწევარს სწავლობდით, მაშინ გითხარით, რომ ნაწევარი წარმოშობით ნაცვალსახელია. ამიტომ ბუნებრივია, აი ეს ტიპი ბრუნებისა თქვენ მოგაგონებთ ნაწევრიან სახელთა ბრუნებას. შესაძლებელია ჯერ ნაცვალსახელი იყოს, ჯერ ჩვენებითი ნაცვალსახელი, ანუ საზღვრელი უსწრებდეს საზღვრს. ესე ძმაი, ამან ძმამან, ამას ძმასა და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში, აი აქ რაც ბრუნვებია წარმოდგენილი, საზღვრულიც და მსაზღვრელიც დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს. ახლა ნახოთ შემდეგი ტიპი ნაცვალსახელებისა, ეს გახლავთ კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი, უმარცვლო უთი წერია ჩვენი და თქვენი ფორმები ზემოთაც ჩვენ, თქვენ, უმარცვლო უთია წარმოდგენილი, ამისი, მაგისი, მისი, ამათი, მაგათი, მათი. ახლა ვნახოთ ეს ნაცვალსახელები საზღვრელის ფუნქციით. ძმაი ჩემი. ძმამან ჩემმან. ძმასა ჩემსა. ძმისა ჩემისა. ძმისა ჩემისა მიმართულებითი, თქვათ წარვიდა ძმისა ჩემისა, ფორმობრივად იგი ემთხვევა ნათესაობით, ეს არაერთ გზის გვითქვამს. ძმითა ჩემითა მოქმედებითი, ვითარებითი ძმად ჩემად, წოდებითი ძმაო ჩემო. შემდეგი ტიპი კითხვითი ნაცვალსახელები. ვინ, რა, რომელი, რაოდენი, ვითარი. კითხვითი ნაცვალსახელებიდან ბავშვებო, ყველაზე ორიგინალურია ვინ. მას 4 ბრუნვა აქვს: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი. საზიარო ბრუნვებია ვინ, ვინ, სახელობითსა და მოთხრობითში, ვის, ვის, მიცემითსა და ნათესაობითში. წარმოშობით ეს ν თანხმოვანი ივარაუდება, რომ არის უძველესი ნიშანი მოთხრობითი ბრუნვისა. ახლა რაც შეეხება მრავლობით რიცხვს. სახელობითში იქნება ისევ ვინ, მოთხრობითში ვინ და პარალელურად შეიძლება გქონდეს ვიეთ. მიცემითშიც ვის, მრავლობით რიცხვში ვის, ანუ მხოლობითის ფორმა და პარალელურად ვიეთ. ნათესაობითშიც ვის და პარალელურად ვიეთ. რაც შეეხება დანარჩენ ნაცვალსახელებს, მაგალითად რა, კითხვითი ნაცვალსახელი ასე იბრუნვის: რაი, რამან, რასა, რაისა, რაითა, რად, მრავლობითი არ აქვს, რომელი, რომელმან, რომელსა, რომლისა, რომლითა, რომლად ნაკლებად გვაქვს, რომელნი, რომელთა მრავლობითში. ასევე იქნება რაოდენი, რაოდენმა და ასე შემდეგ, ვითარით და სხვა. და ბოლოს ჩვენ დაგვრჩა კითხვით კუთვნილებითი ნაცვალსახელი ვისი. აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ ყოველთვის ეს ნაცვალსახელი იქნება წარმოდგენილი საზღვრთან ერთად. ვისი ძეი. ეზე ფუძე დაბოლოებული სახელია და ამიტომ სახელობით ბრუნვაში გვაქვს დიფთონგი ემერვე, ეი. მოთხრობითი ვისმან, ძემან. მიცემითი ვისსა, ძესა. ნათესაობითი ვისისა, ძისა. მიმართულებითი ვისისა, ძისა, ფორმობრივად ემთხვევა. მოქმედებითი ვისითა, ძითა. ვითარებითი ვისად, ძედ, წოდებითი არ აქვს.
და მრავლობითში გვექნება ვისნი ძენი, ვისთა ძეთა. დღეს ჩვენ შევისწავლეთ ნაცვალსახელთა პირველი 5 ჯგუფი. შემდეგ გაკვეთილზე შევისწავლით დანარჩენებს. ნახვამდის.